ჩვენი არხის სპონსორია Deriv.com, ეს არის ტრეიდინგ პლატფორმა. თუ რატომ არის საინტერესო და განსხვავებული ტრეიდერებისთვის და არა მარტო ტრეიდერებისთვის, მოკლედ გეტყვით. მოკლედ Deriv.com არის ტრეიდინგ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ როგორც რეალური ფულით, ასევე კრიპტოვალუტებით. რეგისტრაციისას ჩვეულებრივად აკეთებთ demo accounts და გერიცხებათ $10,000, რომელიც არის ვირტუალური ფული, ანუ არ არის რეალური და შეგიძლიათ გააკეთოთ სიმულირება, შეხვიდეთ trade-ში, გატესტოთ თქვენი სკილები, აიმაღლოთ experience და ასე შემდეგ. ხოლო როცა უკვე მზად იქნებით, შეგიძლიათ გააკეთოთ რეალური account-ი, სადაც უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ რეალური ფულით ან კრიპტოვალუტით trade-ში. ასევე Deriv's აქვს თავისი აკადემია, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ თუ რა არის ტრეიდინგი, რა რისკები არსებობს, სტრატეგიები და ასე შემდეგ. ჩემი referral link-ი იქნება ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ყურადღება, ტრეიდინგი არ არის ფულის შოვნის მარტივი გზა, ის მოიცავს რისკებს და რა თქმა უნდა შეიძლება ფული დაკარგოთ. ამიტომ მე არავის არ გავალდებულებთ რომ ჩარიცხოთ. ეს ყველაფერი არის თქვენი არჩევანი და ყოველგვარ პასუხისგებლობას ვიხსნით თავიდან. As many as 170 million users are watching the clock on TikTok in the US. Are you a citizen? Singapore. Are you a citizen of any other nation? თუ გაინტერესებს რატომ გადაწყვიტა ამერიკამ TikTok-ის აკრძალვა, მაშინ ამ ვიდეოს უყურე ბოლომდე. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ რეალურ მიზეზებს, ამ უაზრო სანქციების უკან რა რეალური მიზეზები იმალება და საერთოდ რა გავლენას მოახდენს ეს TikTok-ზე როგორც აპლიკაციაზე და ასევე სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. დაჯექით კომფორტულად, მოეწყეთ, თუ ვიდეო მოგწონს დალაიქეთ, პრინციპში ჯერ არ გინახავს და ვერ დალაიქებ, მაგრამ შეგიძლიათ წინასწარ დალაიქო. ასევე გამოიწერე არხი, რათა არ გამოტოვოს მსგავსი ესეთი ვიდეოები. ეხლა კი დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ TikTok-ის აკრძალვის ოფიციალური მიზეზებით. ამერიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ TikTok-ი აგროვებს მონაცემებს მომხმარებლებზე, რაც შეიძლება ჩინეთის მთავრობას გადაეცეს. და ასევე ამბობს იმას, რომ მონაცემების შეგროვების დროს TikTok-ი აქტიურად იყენებს მომხმარებლის ლოკაციის tracking-ს და ალგორითმების მანიპულაციას სასურველი რეკლამის შესათავაზებლად. რამდენიმე ხნის წინ კონგრესში გაიმართა სერიოზული განხილვები TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც კომპანიას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს. ის რომ TikTok-ი მომხმარებლების ინფორმაციას აგროვებს, ეს ახალი სულაც არ არის, თვითონ TikTok-ის რეგისტრაციის დროსაც კი ეთანხმები იმას, რომ შეუძლია თვითონ TikTok-ს გამოიყენოს შენი მონაცემები. ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად Huawei და TikTok-ის წინააღმდეგ კამპანიები ამერიკაში ახალი არ არის. TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, ხოლო მისი აკრძალვა სერიოზულ გავლენას მოახდენს მის ზრდაზე, რადგან ამერიკის მოსახლეობა საკმაოდ დიდ ნაწილს და აუდიტორიას შეადგენს TikTok-ის მომხმარებლების. ხოლო TikTok-ის გაუქმება ამერიკაში გამოიწვევს იმას, რომ TikTok-ი დაკარგავს უამრავ მომხმარებელს, რაც ძალიან დიდი ზიანი იქნება პლატფორმისთვის. მოდი ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. რა არის რეალურად მიზეზი და რისი ეშინია ამერიკას? პირველი მთავარი მიზეზი ეს არის ეკონომიკური ინტერესები. TikTok-ი პირდაპირ კონკურენციას უწევს ამერიკულ კომპანიებს, როგორიცაა Facebook-ი და YouTube-ი. TikTok-ის არქონის შემთხვევაში კი ამ კომპანიების ბაზარზე უფრო მეტი წილი ექნებათ. პოლიტიკური დაძაბულობა ჩინეთთან, ამერიკა და ჩინეთი არაერთ სფეროში კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, მათ შორის ეკონომიკაში და ტექნოლოგიებში. TikTok-ი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც კულტურული იარაღი, რაც ბევრისთვის პრობლემურია. რაც შეეხება ტექნოლოგიურ კონტროლს. ამერიკას არ სურს, რომ მისი მოქალაქეების მონაცემები სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ისეთ ძლიერი ქვეყნის, როგორიც ჩინეთია. ასევე ცნობილი იუთუბერი MrBeast მზად არის TikTok-ი მთლიანად იყითოს და თავის TikTok-ის ვიდეოშივე ეუბნება, რომ TikTok-მა თავისი ინბოქსი შეამოწმოს და მზად არის მის საყიდლად. Give me a seat at the table. Let me save this platform, TikTok. მოდით ახლა განვიხილოთ თუ რა გავლენას მოახდენს მომხმარებლებზე TikTok-ის აკრძალვა. მილიონობით ადამიანი იყენებს TikTok-ს შემოსავლის წყაროდ. ამერიკის TikTok-ის ინფლუენსერები უკვე ეძებენ ალტერნატივებს, როგორიცაა YouTube Shorts და Instagram Reels, მაგრამ რატომღაც ყველამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ გადავიდეს Red Note-ზე. ეს არის TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია, მაგრამ მთელი ირონია იმაში დევს, რომ ეს აპლიკაციაც მთლიანად ჩინურია. და რა მოხდება, თუ როგორ მოხდება, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, ეს უკვე ბატონ ტრამპზეა დამოკიდებული. ეხლა კი რა პლუსები ექნება თვითონ ამერიკას? ნუ TikTok-ი ამერიკაში სრულიად დაიბლოკება და აქამდე სადღაც საათებია დარჩენილი. იდეაში თუ შენ ახლა ამ ვიდეოს უყურებ, დიდი ალბათობით 98%-ით ეს კანონი უკვე ძალაში შესულიად ამერიკაში TikTok-ი მთლიანად დაიბლოკა. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Meta და Google, შექმნენ ახალ ფუნქციებს მომხმარებლის ყურადღების მისაზიდად. რა თქმა უნდა, გაზრდის ამერიკის ბაზარს. არის თუ არა ეს საკმარისი TikTok-ის უნიკალური გამოცდილების შესასვლელად? თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. საინტერესოა თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს მსოფლიოზე და
მათ შორის საქართველოზე. Როგორი იქნება ჩვენი გამოცდილება თუ მსგავსი აკრძალვა სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის ჩვენ ქვეყნებშიც გავრცელდება. ვფიქრობ, საქართველოშიც არსებობენ ისეთი ინფლუენსერები, რომლებიც შემოსავლის წყაროც მთლიანად TikTok-ზეა დამოკიდებული. მოდით განვიხილოთ TikTok-ის შესაძლო ნაბიჯები. კომპანია აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მონაცემების დაცვისთვის შექმნას სპეციალური სერვერები, რომლებიც განთავსდება ამერიკაში და ამერიკელი ხალხის მონაცემები შეინახება იმ სერვერზე, რომელიც ამერიკაში არის ფიზიკურად. მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკა ამაზე არ წავა, იმიტომ რომ მათი მოტივი და ინტერესები უკვე ცხადია ყველასთვის. TikTok-ი არის ძალიან პოპულარული აპლიკაცია და უამრავი მომხმარებელი ყავს, შესაბამისად, რადგან ეს არის ჩინური, ამერიკას სრულფასოვანი პრეტენზია აქვს იმაზე, რომ თუნდაც ამ პატარა ტექნოლოგიურ ჭრილში, რასაც TikTok-ი ქვია და უამრავი ადამიანი იყენებს, წამყვანი იყოს ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელიც ამერიკის პროდუქტი იქნება. TikTok-ის აკრძალვა შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი და უსამართლო ჩანდეს, მაგრამ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებია. რას ფიქრობთ, ამერიკა იცავს თავის უსაფრთხოებას თუ უბრალოდ ცდილობს კონკურენტების დამარცხებას? თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და ტყუილად არ ინერვილოთ თუ თქვენ TikTok-ს იყენებთ, იმიტომ რომ საქართველოში ის ჯერ ცოცხალია და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იბლოკება. და ხო, ასევე ამ არხსაც აქვს თავისი TikTok channel-ი თუ page-ი თუ რაც ქვია, ამიტომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და დამაფოლოვოთ. თქვენთან იყო ჯორჯ სოფტი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.